Სამობით ვიფასო სვენელებოდა მეგობრებო, მე გავიკეთე 4 შაბათს მარჯვენა თვალზე კატარაქტის ოპერაცია და იმ დროს სათვალებსაც ვერ ვიხმარ აწი, იმიტომ რომ მარჯვენა თვალი ჯერ არა დაალაგებული რომ ექიმმა ახალი სათვალები გამოწეროს, დრო უნდა 1-2 თვე უნდა მაინც რომ სანამ დაალაგდება და არა, ხედა მარცხენა თვალით, ხედა გზას, ახლოს გზაზე გადასვლისას რომ ვიყავი კლინიკაში, არიან კეთილი ადამიანები, რომლებიც მეხმარებიან გადასვლაში. არა მივარს არ ამბობს. იმიტომ რომ შორიდან მანქანას ვერ ხედავ. როგორც იქნა, კი, ჯერჯერობით მარჯვენა თვალშიც ის არის ანთებითი პროცესი. და ისევ ხედავ, ცოტა დანისლებაა და დანისლებაში ჩანს, რომ ოპერაცია შედგა. არ ვიცი ხა რამდენი პროცენტით თვალუსათვალით მე ვერ ვივლი, მაგრამ სპეციალურ ბროლები ჩამიდგა ორივე თვალში. ჩამიდგა უბრალოდ რომ მინუსი მოეხსნა. ნახოთ. ახლა კი მოდით ის ვიდეო, რომელიც მე ავტვირთე ინტერნეტის ჩართვის შემდეგ, ის იყო ჩაწერილი ინტერნეტის გაცვლის შემდეგ. ხო, მქონდა მომზადებული ეს ვიდეო და რადგან მეტი ადგილი არ მქონდა, არ ჩაეტიოდა მეორე ვიდეო, ამიტომ მე მარტო ერთი ვიდეო შევძელი ჩამეწერა და შემდგომ როდესაც ინტერნეტი ჩავთე, ვიდეო აიტვირთვა. მაპატიეთ იმ სვენელების საყურადღებოდ, მაპატიეთ რომ ჩემ თავზე ლაპარაკობ, მაგრამ თქვენ არ გაინტერესებთ, ვისაც არ გაინტერესებთ, მაგრამ ხომ არიან რომ ისე ადამიანურად მაინც დაგაინტერესდება თუ როგორი მდგომარეობა აქვს ადამიანს ჯანმრთელობის მხრივ, ადამიანური გაგებით. ამიტომ ეს თქვი მათ გამო ვინც ნამდვილად წუხს ადამიანურად ჩემს გამო, ჩემი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ბოდიშ გიხდით, რომ ჩემზე ვისაუბრე თავიდანვე, ახლა გადავაბრუნდაბერ თემაზე. მე წარმოგიდგენთ ისრაელ პერესის ვიდეოს გალაქტიკური ომები, ბნელი ფლოტი, მზის დაცვა, სოლნიჩნი სტრაშ რუსულად და ირმის ნახტომის მომავლისთვის ბრძოლა. ისრაელ პერესი მიესალმება ამ მსმენელებს და ამბობს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ პოზიტიურ დროის ხაზს მივყვებით. მთავარია გაიგოთ, რომ კაცობრიობის გამოჩენამდე ისეთი სახით, როგორცაც ჩვენ ვიცნობ დღევანდელ კაცობრიობას, გალაქტიკაში ხდებოდა მასშტაბური კონფლიქტები, ცნობილი როგორც გალაქტიკური ომები. სულ მინდა უყურო სერიალს გალაქტიკური ომები, მაგრამ ამ კინოფილმის როგორც ფილმის სახით ვერსად ვერ მივაგენი ინტერნეტში, რომ სრულად პირველი თემიდან დაწყებული მეყურა ბოლომდე. მაგრამ არის მულტფილმი. რატოღაც მულტფილმის ყურება არ მინდა, რატომ არ ვიცი. როგორ არა მულტფილმები ბავშვობაში ყოველთვის მიყვარდა, ახლა შეუნდებით უყურებ კარგ მულტფილმებს. და აი ეს გალაქტიკური ომები, ფილმი რომა გადაღებული, სინამდვილეში მართალი ყოფილა, მე გონა ეს იყო ფანტასტიკა ადრე. და რატო ვახსენე ახლა ეს ფილმი? ეს ფილმი კი რა, საერთოდ რაც კი ფილმები გადაიღო ჰოლივუდმა ფანტასტიკური კინოები, ამ კინოებში რას კი ტექნოლოგიებია ნაჩვენები, მე ვიფიქრე ეს კომპიუტერული
წარმოსახვა კომპიუტერით შექმნეს მეთქი, თურმე ეს ყველაფერი ეს ტექნოლოგიები არის საიდუმლო კოსმოსური პროგრამის საკუთრებაში მქონი ტექნოლოგიები, მაგრამ ჰოლივუდს აცვდნენ მხოლოდ იმ ტექნოლოგიებს, რომლის დრო ამოიწურა, რომლებიც დაძველდა. ხო, როდესაც შექმნიდნენ რამე ახალს კი არ ათხოვებდნენ ჰოლივუდს ფილმების გადასაღებად, ათხოვებდნენ უკვე ამოწურული, ვადით ამოწურულ ტექნოლოგიებს და ახალს არაჩვენებდნენ ხალხს. ასე რომ თქვენ რასაც კი ხედავთ ჰოლივუდის კინოებში, სერიალებში, ახლანდელი არ ვიცი და აქამდე რაც გადაღებულია სერიალები, მერწუნეთ ნამდვილად ვიცი ზუსტი წყაროდან, რომ ეს ტექნოლოგიები ყველა არის საიდუმლო პროგრამებიდან ნათხოვნი. კოსმოსური საიდუმლო პროგრამებიდან და მიწიერი პროგრამებიდანაც. ახლა გავაგრძელოთ. და ეს გალაქტიკური ომები ხდებოდა ძველ დროში მილიონი წლების უკან. ხო, და ეს ომები ხდებოდა მაღალ განვითარებული ცივილიზაციებს შორის უფრო მეორე ტიპის ცივილიზაციებთან. თავარი ამ გალაქტიკური ომის თავარი ძალებს შორის რასაკვირველია დრაკონიელების იმპერია, რომლებიც იმ დროს ფართოვდებოდა. ეს დიდი ხნის ამბავია. მინდა გითხრათ, რომ ეს დრაკონიელები და რეპტილოიდები, როგორც ჩვენში არის ადამიანებში ცუდი და კარგი, ისეა მათ შორისაც ცუდი და კარგი რასები. მათ შორის კიდევ ნაირსახეობა არსებობს, როგორც ჩვენთან აფრიკელები, ამერიკელები, თეთრკანიანები, ყვითელკანიანები, წითელკანიანები და ასე შემდეგ. ხო, ამათ აქვენ იერარქიული რასა, რომელსაც მართავდა ხელოვნური ინტელექტი. და მათი მტრები, რასაკვირველია იყო გალაქტიკური ფედერაციები. სამყაროების გალაქტიკური ფედერაციები, ასე ეწოდებოდა იმ დროს გალაქტიკური სამყაროების გალაქტიკური ფედერაცია და მაგ დროს კიდევ მათ ეწოდებოდათ მასკლავური ნაციების კოალიცია, რომლებიც ცდილობდნენ შენარჩუნებინათ ნებისყოფის თავისუფლება და სულიერი სუვერენიტეტი მთელ სამყაროში, კოსმოსურ სამყაროში. სანამ მიდიოდა ეს ომები, რომლებიც იყო ძალიან ხანძლივი და გრძელდებოდა მრავალი მილიონი წლები, დრაკონიელები გრძნობდნენ, დრაკონიელებმა იცოდნენ, რომ მათ ისინი წააგებდნენ ამ ომს. გრძნობდნენ ამას, იცოდნენ. ეს მოხდა ატლანტიკური ეპოქის დროს, ატლანტები როდესაც იყვნენ, როდესაც სამყაროების ფედერაცია წესრიგს ამყარებდა მთელ სამყაროში. და დრაკონიელებს ესმოდათ, რომ უხეში ძალით, მარტო უხეში ძალით, ისინი ვერ მოიგებდნენ ამ ომს. და დრაკონიელებმა მოიფიქრეს ძალიან მნიშვნელოვანი ხანძლის სტრატეგიული კომპანია, პროგრამა, რომელიც თავისში იტევდა უпроსორად რომელშიც შედიოდა დროში მოგზაურობა. შედიოდა გენეტიკური მანიპულაციები და სხვა განზომილებებში მოხვედრა. და რასაკვირველია, თავისი მიზნებისთვის მაგათმა გამოიყენეს განვითარებული იმ დროისთვის ხელოვნური ინტელექტი. მინდა გითხრათ, რომ თურმე ხელოვნური ინტელექტი არსებობს ნაირ-ნაირი. ეს ხელოვნური ინტელექტი, ბოროტული ხელოვნური ინტელექტი, რომელიც დედამიწაზე არის, ესეც თურმე სხვადასხვა. არის კვანტური, ეს უკვე კოსმოსური ხელოვნური ინტელექტია. საერთოდ ხელოვნური ინტელექტი იყენებენ კოსმოსში, თუმცა ამის გარეშე შეუძლებელია ცხოვრება, მაგრამ კვანტური ხელოვნური ინტელექტი არის ბიოლოგიური ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ეხმარება პოზიტიურ უცხოპლანეტელებს, პოზიტიურ
კოსმოსურ წარმომადგენლებს თავისი მიზნის დასახვაში. დრაკო წინასწარ იცოდა, რომ ჰიბრიდული რასები რეპტილოიდებისა და ადამიანებისა მომავალში ჩამოყალიბდებოდა და ეს ჰიბრიდები გახდებოდნენ ეგრე ვთქვათ საყრდენი მათი ამ ომში წაგების შემდეგაც კი მასეთი გეგმები ჰქონდათ დრაკონიელებს. იმისთვის რომ თავისი გეგმები განეხორციელებიათ, დრაკონიელებმა მიმართეს დახმარებისთვის თავის მოკავშირეებს ალდებარანიდან. ეს არის ნორდიკების რასა, ნეგატიური წარმომადგენლების რასა, რადგან ალდებარანზე სხვები ცხოვრობენ თურმე, მაგრამ ეს ნორდიკები უფრო არის კიდე სინთეტიკური ნორდიკები, რომლებიც კლონებია იგივე, ამიტომ უძახიან სინთეტიკურს, მაგრამ ვინც არის ის მათ ვერაფრით ვერ გაარჩევ ნამდვილი ბიოლოგიური ნორდიკებისგან. ლურჯთვალება, ქერათმიანები, მაღლები, თეთრი კანის ფერით, ხო, მაგრამ ესენი ალდებარანიდან ვინც იყვნენ ნორდიკები, ესენი იყვნენ ნეგატიური, კი, იყვნენ პოზიტიურებიც, მაგრამ ეს ნეგატიური წარმომადგენლები ამ ნორდიკებისა ეხმარებოდა დრაკონიელებს და წარმოშობით ესენი არიან ლირიდან, ეს ნორდიკები. მაგრამ ამათმა უღალატეს აბსოლუტ წყაროს, უღალატეს თავის შექმნელს და გადაწყვეტეს დრაკონიელებს შეერთებოდნენ. ხო, და ეს დრაკონიელები იყვნენ თანავარსკვლავ ორიონიდან. ყველა ალდებარანელი არ დათანხმებულა დრაკონიელების გეგმას. ხო და ამ დრაკონიელების თხოვნით ამ ალდებარანელებს, ამ ნორდიკებს დაევალათ მოგზაურობა წარსულში. მაბადიეთ მოეხტინათ მოგზაურობა დედამიწის მომავალში იმ მომენტში, როდესაც ეს ჰიბრიდული საგვარეულო შტო ამ რეპტილოიდების და ადამიანების ჩამოყალიბდა რეგიონში, რომელსაც დღესდღეობით ჩვენ ვიცნობთ როგორც გერმანიას. დრაკოს გაანგარიშებით მაგ დროს ისინი იყვნენ ჩათრეული ტექნოლოგიებში, პროექტ სარკის მიღმა 450 წლის უკან, ან შეიძლება 300 წლის უკანო, მე შევდედიო მე-20 საუკუნის დასაწყისში შემეხედაო. ეს იყო მომენტი ისტორიაში, როდესაც კაცობრიობა მალე იღვიძებდა, მე ვგულისხმობ სულიერ გაღვიძებას. მაგრამ მაინც იყვნენ იმდროინდელი ადამიანები მიდრეკილნი სხვის გავლენის ქვეშ მოგცევით, ესე იგი ადვილად ხდებოდა მათზე გავლენა. ეს მომენტი გახდა კრიტიკული, კულმინაციული, ხო, მანამდე კი 1000 წლით ადრე ატლანტიდის დაცემის დროის შემდეგ დრაკოს აგენტებმა დაიწყეს თავიანთი გენეტიკის ჩანერგვა ადამიანის დნმ-ში, მაგრამ ხალხს ირჩევდნენ საგვარეულოს მიხედვით. ეს გენეტიკური თესლები, რომლებიც იყო გადაცემული მელანიას, მიაღწიეს აქტივაციის ღურფს, როდესაც კაცობრიობამ ფეხი შეაბიჯა ტექნოლოგიურ და ინდუსტრიულ ეპოქაში. და რაც მთავარია, ჩვენ შევედით ფოტონის სარტყელში. და ალდებარანელები, რომლებიც მოვიდნენ წარსულიდან, ესე იგი, ისინი მოვიდნენ წარსულიდან,
მომავალში ჩვენთან. ხო, დრაკონელებმა ისინი გამოუშვენ წარსულიდან ჩვენთან მომავალში, რომ ეს ჰიბრიდები, რეპტილოიდების და ადამიანების ჰიბრიდები ჩამოეყალიბათ. შემდეგ რომ საჭირო მასალა დახვედროდათ მათ მომავალში. ხო, ეს ნორდიკული რასა გამოიმგზავრა ჩვენსკენ თავისი წარსულიდან ჩვენთან მომავალში 1920-იან წლებში და მუშაობდნენ საიდუმლო საზოგადოებების დახმარებით ოკულტური და ეზოტერიკური ორდენებთან, რომელშიც შედიოდნენ ასეთი ჯგუფები როგორც საზოგადოებრივი წარმომადგენლები იმ ადამიანებისა, რომლებიც ატარებდნენ თავის ორგანიზმში კოდებს ჰიბრიდული ნარევებისა. ხო და ეს ადამიანები დრაკონელებისთვის იყვნენ ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარი, რადგან ისინი შეიცავდნენ თავის თავში კოდებს, იმ გენებს, რომლებსაც ჯერ ეძინათ, ხო, გენებს ჯერ ეძინათ, მაგრამ აქტივაცია როდესაც მოხდებოდა, მათ შეეძლოთ ექნებოდათ საშუალება აღექვათ მრავალ განზომილებიანი რეალობა. მარტო ერთი განზომილება კი არა, მრავალ განზომილებიანი რეალობა. ხო და მათ შორის სატელეპათია და კოსმოსური მეხსიერება. ისინი გავლენას ახდენდნენ სამეცნიერო მიღწევებს სოციალურ ინჟინერიაზე და გავლენას ახდენდნენ ელიტის ხელმძღვანელობაზე. 300 წლის უკან გამოჩენილი ალიანსი ამ დრაკონელების და ალდებარანელების ცდილობდნენ წარემართათ კაცობრიობის ევოლუცია კულისებიდან. სცენაზე არ გამოდიოდნენ, მაგრამ კულისებიდან მართავდნენ. ხო, ამაში შედიოდა თანამედროვე ტექნოლოგიების ჩანერგვა, კონტროლი საიდუმლო პროგრამების დახმარებით და გენეტიკური გაუმჯობესების დახმარებით, რომელსაც აღწევენ ამ გენეტიკურ გაუმჯობესებებს აღწევენ კიბერნეტიკის დახმარებით. იმისთვის რომ შეექმნათ ელიტური მეომრები და რომლებიც შემდგომ როდესაც მათ დაჭირდებოდათ ხარს დაუჭერდნენ მაგათ. ისინი ინერგებოდნენ საკუთარ თავს, ნერგავდნენ ადამიანებში, ადრე მით უმეტეს თანამედროვე ადამიანებში, ოღონდ მათში, ვისაც ჰქონდათ ატლანტიკური გარეგნობა, ატლანტიკური დრაკოს მემკვიდრეობა. იმიტომ რომ ჩანერგვა ადამიანებში დაიწყეს ატლანტიდის პერიოდიდან. დრაკონელებს ჰქონდათ დაგეგმილი თავისი მემკვიდრეობა, შეინარჩუნებიათ ვარსკვლავური ომების დამთავრების შემდეგაც კი. და თან მაგათმა იცოდნენ, რომ წააგებდნენ ამ ომს. ესე იგი, ის სამეფო დნები, რომლის გამოყენებას ცდილობდნენ დრაკონელები, მათი სამეფო დნების გამოყენებას 1940-ანი წლიდან გახდა როგორც იარაღი, მცდელობა, კონტროლი აღედგინათ გალაქტიკურ ფედერაციებზე. და ეს ომი, ვარსკვლავური ომი, გადმოვიდა, ესე იგი, გადაადგილდა, ეგრეთ ვთქვათ, გადმოვიდა დედამიწაზე, რადგან ეს ომი ახლა ხდება ადამიანის სულებში. ახლა ხდება ომი ადამიანისთვის, ადამიანის დასაცავად. იმდენად მნიშვნელოვანი ვართ ჩვენ. და როგორც თქვა პერესმა, ეს ნორდიკები იყვნენ ალდებარანიდან, მაგრამ წარმოშობით იყვნენ ლირიდან. და ეს ალდებარანი განლაგებულია
საძვირტიტილცა კუროს თანავარსკვლავედში. ხო, ახლა მე მოკლედ მოგიყვებით, ეს ისტორია ბევრჯერ მაქვს მონაყოლი, ხშირად ვახსენებ ამას ახლა რასაც გეტყვით, ომის დაწყებამდე, მსოფლიო ომის დაწყებამდე, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე იყო ასეთი საზოგადოება, ეზოტერიკური საზოგადოება მარია ორშიცის ხელმძღვანელობით, იგი იყო რამდენიმე ახალგაზრდა ქალბატონი, ქალიშვილები, ყველას ჰქონდა გრძელი თმა, ყველა ქრათიანები იყო, ამათმა დაიწყეს გამოძახება უცხოპლანეტელებისა და ამათ ეგონათ, რომ ვიღაც მაღალ ცივილიზაციას დაუკავშირდნენ, ახლა რომ კონტაქტორები არსებობს, ყველა კონტაქტორს იცით რა ვიბრაციებიც აქვს კონტაქტორს, ისეთი ვიბრაციის ცივილიზაცია გამოეხმაურება. მაგრამ ზოგ შემთხვევაში ამ კონტაქტორების მიღმა დგანარიან იძგნენ, ახლა არ ვიცი რა ხდება, იმიტომ რომ ბევრი წავიდა, ბევრი მიდის ეს ნეგატიური ცივილიზაციები, როგორც რეპტილოიდები, როგორც რუხები და ასე შემდეგ. საქმე იმაშია, რომ ამათ უკან იდგა სინამდვილეში ეს ალდებარანელები, ეს ქერათმიანი ნეგატიური ნორდიკები და დრაკონიელები. ახლა მე მინდა ხო, შემდეგ ჰიტლერი გამოეხმაურა ამ ამბავს. შემდეგ ის დაუკავშირდა მარია ორშიც. მარიას მამა იყო კიდევ ცალკე ეზოთერიკული საზოგადოების წევრი. ამათ თვალსდები შუმერულ ენაზე, რაღაც ისეთ ენაზე, ძველ ენაზე გამოუგზავნეს, ჩატერინეს ეს ნახაზები, ხო, და არ იცი, მე ხა გეტყვით თქვენ, ამის შესახებ ბევრჯერ მაქვს მე მონაყოლი სხვადასხვა ვიდეოებში და რა მინდა გითხრათ ახლა, ხო, რაც ეხება ამ დრაკონელებს და ნორდიკებს, კასიოპეას მე უსმენდი ხომ გითხარით თავი და მე რაღაცა მაგათ გამოიყოთ ორი პიროვნება. ახლა იგივე ის წარმომადგენლები, უცხოპლანეტელების წარმომადგენლები, რომლებიც ესწრებოდა იმ დღეს, როდესაც ჰქონდა კონტაქტი ან გადაცემა კასიოპეა ირინა პოზოროვას, იქ მოდიოდნენ ისინი და ვინც სტუმრობდა მაგათ, ვითომ ეგრეთ წოდებული მაღალი ცივილიზაციებიდან და ამათი იქ არის კიდევ ლომის მაგვარი ცივილიზაცია პასკადების არ მახსოვს ახლა იმ კაცის სახელი, ის ირინა პოზოროვას რომ ელაპარაკებოდა, სულ სხვა გადმოსცა ირინა პოზოროვა, შემდეგ ეს ორი გამოყოფილი, ამ ორმა გამოყოფილმაც დაბადიშა ისინი და ამათა სულ სხვა თქოს და იგიცი თქვა, არ ვიცი, მე ამიტომ ყველას თავს ვერ დავდებ. მე რომ ხედავდი ამათ გამოცვალ რო შემეძლოს, მე ეს უნარი არა მაქვს. და შემდეგ ამ გამოყოფილმა ორმა პიროვნებამ, ქალმა, მამაკაცმა და ქალმა მოყვეს, ვითომ გამოიძახეს მარია ორშიცის სული. და თითქოს ამათ ნათქვამი, თითქოს და სინამდვილეში სულ სხვა წყაროდან ვიცი, რომ მარია ორშიცი სადღაც იმყოფება დედოფლ ხომალდზე, ამათი ნათქვამით კი, ხო, ამათმა შექმნეს ჯგუფი ისა, რა ქვია მაგ არხს, ალციონი. ხო, გამოიყვენ კასიოპეას შექმნეს ჯგუფი ალციონი და ამათთან სულ სხვა ისტორია მოყვეს, ვითომ იმ გამოძახებულმა მარია ორშიცმა მოყვა სულ სხვა ისტორია თითქოს და მან შექმნა ხომალდი, ამ ხომალდით 4 ადამიანი, ის მისი საქმრო კიდევ ერთი გოგო და ფრინავი გამოფრიდნენ, ყველა დაიღუპა ამის გარდა ეს ქალი ისე იგი მოხდა მარია ორშიცი თითქოს მოხდა ანტი-სამყაროში. ხომ არის ჩვენი სამყარო, არსებობს ანტი-სამყარო. იქ არის ბებრები იბადებიან, ბავშვები და შემდეგ ახალგაზრდებიან და როდესაც ჩვილები ხდებიან, მასში კვდებიან. ხომ გამიგეთ?
თუ აქანე ჩვილი იბადება ბავშვი და ხტება სიბერეში, იქანე პირიქითა იბადება ბებერი, ხტება ჩვილი. და იქ რაღაც არ ვიცი, რაღაც თანამდებობა უკავია ამ მარიას და ისმა პერეზისნაერმა ისადერმა კი სულ სხვა თქვეს. ამიტომ ამბობ, მე ამიტომ მივატოვე კი რაღაცას უსმენდი, ახლა გამოჩნდა, ახლა ამოტივტივდა დიდი ხანია მე მაგაზე არ მომისმენია და ახლა რატომ აჩვენებენ მაგას მე არ ვიცი, ერთ ვიდეოს დაუჭირე და მაჩვენებენ. ხო, ამიტომ ამბობ მე და ახლა რაც შეეხება პერეს, ეს ელენა მუზა ადრე პერეს მე ვთარგმნიდი არხიდან კანალ რასკრიტი. ახლა ეს ელენა მუზა თა სპეციალურად ამას ქონია უნარი. ხო, ქონია უნარი გაიგოს ადამიანი იტყვება თუ არა. სიმართლეს ამბობს თუ არა და ამიტომ მე ვიცი რომ ახლა ეს წყარო სანდოა. მაგრამ რასაკვირველია ახლა იცით რა როგორ მიიღებს კონტაქტორი ამბავს და როგორ გადათარგმნის ხომ არის მაგალითად უცხოენი და როცა ვინმე თარგმნის დაუშვა წინადადებას შეიძლება სხვადასხვანაირად გადათარგმნოს აი ასეთი ამბავი აქაც ერთი თარგმნელი აი ვეფხისტყაოსანი ავიღოთ რუსულ ენაზე ბევრი ვეფხისტყაოსანის ვარიანტებია თარგმნის მაგრამ და ყველა ჟღერს სხვადასხვანაირად ხომ ასია ხო მაგრამ ის იმას არ ნიშნავს რომ ის წყლს ამბობს ხო და ამ მარია ორშიცის საზოგადოება მიიღო ყველა ნახაზები ანტიგრავიტაციული ძრავა როგორ უნდა აეწყოთ შეერაღების სხემებით მაგრამ მარია ორშიცმა ვარი თქვა იარაღის თევზზე დამონტაჟებაზე და ასე ჰიტლერმა ამ მარია ორშიციდან დაიწყო ამ საკითხებით დაინტერესება მერე მთელი სოფლი არ დაუტოვებია სადაც კი მიუწვდებოდა ხელი ყველაფერს ეძებდა ყველაფერს ჩხრიკავდა ეძებდა არტეფაქტებს ხო და სხვათა შორის სტალინს ქონდა ერთ-ერთი არტეფაქტი მაგიტომ მოხდა თურმე სტალინი ხო და ერთი ისტორია არის მოცემული YouTube-ზე კგბ-ს ისტორია უბრალოდ კგბ-ს არა იქ არის არხი რომელშიც მას მოყავს საბჭოთა კავშირის საიდუმლოებთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროვება ხო ზოგი დოკუმენტი ხო გასაჯაროვდა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ხო და იქ მოусმინე ერთ-ერთი ისტორიას იმაზე თუ რაღაც არტეფაქტი უნახია სტალინს და უნდა გამხდარიყო სამყაროს ფლობელი ავადეთ მაგრამ ისმა ორგანიზმა ვერ აიტანა და ესე იგი ბერიამაც იცოდა ამის შესახებ ხრუშოვმაც იცოდა და ეს 4 მოწმე რომლებიც გახდნენ სტალინის სიკვდილის მოწმეები 3 გააქრეს 3 არა 2 გააქრეს ერთ მოკლეს ერთი საგიჟეთში გამოამწყვდიეს და ეს ბოლო მოწმე სადღაც ციმბირში გააგზავნეს ის იქ მუშაობდა ბევრი წელი ინახავდა საიდუმლოს ბოლოს ვერ მოითვინა და მოდემნა ის გიჟი ჭყალებში მან უთხრა თუ სად იყო შნახული ეს არტეფაქტი ერთ-ერთ კრემლის დაჩაზე მაშინ ხო დაჩები ჰქონდათ ვინც კრემლში მუშაობდა მაგათ სტალინის დაჩები სტალინს ყველგან ჰქონდა დაჩები და იქ პადმოსკოვიეში
ეს შეიპარა დაჩაში, როგორ შეამჩნიეს, შეუმჩნევიადეს, რომ შევიდა, ამას მოაძებნიეს ეს არტეფაქტი და ამან მოასწრო, მერე შემოიჭრა ვიღაცები, სამი სამხედრო შეიარაღებული და სანამ ისინი გონს მოვიდოდნენ, მან გაანადგურა ეს არტეფაქტი. ბევრი საიდუმლო არსებობს, ძალიან ბევრი. საბჭოთა კავშირში იმდენი საიდუმლო იყო შენახული. უბრალოდ მე რო ეს გადავთარგმნო, არ დამიჯერებენ. მე ბევრს არ უყვარს რუსეთი და ისევ დაიწყება მე ლანძღვაგინება, ამიტომ თავს ვიკავებ. თან ეს არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე სულ სხვა ჩემი არხი თუმცა მნიშვნელობა შეიძლება არავისთვის არ ქონდეს, მაგრამ მე ვთვლი, რომ ყველაფერი უნდა ვიცოდეთ. ყველაფერი. რაც ეხება პარალელურ სამყაროს, რაც ეხება ფანტასტიკურ სამყაროს, რაც ეხება ჩვენ სამყაროს. რადგან მარტო ჩვენ ხო არ ცხოვრობთ აქ, მე უცხო პლანეტელებს არ გულისხმობ, სულებს. ვინც სოფლებში ცხოვრობს, ადრე თუ თქვენ ყავდათ ბებიები, ბებიები და ბაბუები, რომლებიც დიდხანს ცხოვრობდნენ, ალბათ მოუყურიათ ბევრჯერ ისტორია, ხო? მაგეთად ჩემი დედის დეიდა საქმნაყოლი, თეორიის ისტორია, ჩვენ ბავშვები ვუსმედით, კაფაციცებით, მერე გვეშინოდათ. ექსტრასენსური უნარების დახმარებით და ოკულტური რიტუალების დახმარებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, რომლებიც გამოიმუშავეს მე-20 საუკუნის დასაწყისში, ამ ბრელი საზოგადოებმა შეძლო შეექმნათ პირველი ფრინავი აპარატები ატლანტის დაცემის შემდეგ, როდესაც გერმანიამ დაიწყო ომი, ეს პროექტები გაერთიანდნენ ჩვეულებრივი იარაღის სფეროში, რამაც ფუძე ჩაუდო კოსმოსურ საიდუმლო პროგრამებს და რომლებიც მოგვიანებით გადაეცა ამერიკას. 1940 წლების დასაწყისში ალდებარანელების და დრაკოს ტექნოლოგიის მეშვეობით ნაცისტებმა დაიწყეს მისია მიწის მიღმა. ამდაგორად იყო შექმნილი პირველი არამიტიერი ბაზა და პუნქტი, ერთხელ ვთქვათ, საბაზო პუნქტი მთვარის უკანა მხარეს. მაგრამ თავიდან ნაცისტებს გაუჭირდათ, როდესაც ისინი დააშნენ მთვარეზე, მათი ხომალდები იქნა ჩამოგდებული უცხო პლანეტელების მიერ, რომლებიც უკვე იქ იყვნენ, მათ სანამ ნაცისტები მივიდნენ, იქ უკვე იყვნენ სხვადასხვა დაჯგუფების უცხო პლანეტელები. ხო, ასეთები როგორიც ღვთისმლოცველები და ჭიანჭველამაგვარი რეპტილოიდები, ისინი იყვნენ ნეგატიურად განწყობილები და ნაცისტების ხომალდებს აგდებდნენ. ამიტომ ნაცისტები გაერთიანდნენ დრაკონიელებთან ერთად, სხვათა შორის ალბათ ზოგს მობეს და პენი ბრედლის სახელი და გვარის ხსენება იმ 12 ინტერვიუში, რომელიც მე გადავთარგმნე და მაქვს აგრეთვე გადათარგმნილი 2 საგა, რომელშიც ყველა ინტერვიუა თითქმის ჩადებული, მაგრამ ყველა არა. არსებობს კიდე 4 საგა არსებობს და მე მარტო 2 საგა გადავთარგმნე. მე არ ვაპირებ გადათარგმნას, იმიტომ რომ ის 12 ინტერვიუ, რომელიც იქ მე დავდე პენი ბრედლის, მაგის საკმარისად ხსნის ყველაფერს. თუ გაქვთ სურვილი, მოусმინეთ. საკვირია თუ გაუძლებთ ჩემ ხმას. პაპატიეთ, მე ხომ გითხარით, რომ თავიდან არ ვიცოდი თუ წერტილი აქა ღილაკი არსებობდა, შეგეჩერებია ვიდეოს ჩაწერა. ხო, მე არ ვიცოდი თუ გაჩერება შეიძლებოდა ვიდეოსი, რომ დამელაგა აზრები და რომ დამელაგა ამ მეკითხა ჩემი ნაწერი. თან ახლა მე პრობლემა კითხვაში არ მექნება ნამდვილად. მე ახლა ასოებს ხედავ, თან მე ტელეფონში მაქვს 5 ასოები, გადიდებული მაქვს ასოები.
ხო და ასე რომ კითხვა არ გამიჭირდება. სხვადასხვის რაც მე დავაკონსპექტე მანამდე ის კონსპექტები სამოკითხო შემიძლია მარცხენა თვალით წარმოგიდგენიათ და მარჯვენით მე უკვე ვერ კითხულობდი იმდენად მქონდა უკვე ახლა ოპერაციამდე საერთოდ ვერ ხედავდი ასოებს ნორმალურად იმ დიდ ასოებსაც ვერ ხედავდი მარჯვენა თვალით მარცხენათი უკვე ნაოპერაციული თვალი როდესაც ჩამოყალიბდა დალაგდა მე შევდელი წაკითხვა აჰა მარჯვენა თვალის დალაგებას უნდა უყურო სათხა თვე ნახევარი 2 თვე შემდეგ სათვალეს გამომიტერენ შემირჩევენ და კომანი ნორმალურად წარმოადგენენ ჩემ ვიდეო პირდაპირ ვთარგმნი მაშინდანაც არა და დაწერილები ხომ წერა რაღაცას და ასე რომ ბატონებო იმის ბრალი არ იყო ეს ყველაფერი რომ უწიგნური ვიყავი და სკოლაში არ მივლია ჩემი ჯანმრთელობიდან გამომდინარე ჯანმრთელობის პრობლემებიდან გამომდინარე კარგი არა მე მაგის საერთოდ არ მწყენს მე მომივიდოდა გულ და დრაკომ რა გააკეთა რადგან გერმანელებს დრაკონელების იქეთ გზა არ ქონდათ ასრულებდნენ დრაკოს დავალებებს დრაკომ ის გერმანელები წარმოაჩინა ისეთ როგორ გითხარ წარმოაჩინა ისე თითქოს ისინი ყოფილიყვნენ საშრაფო ბატალიონი დრაკო თვითონ არავის არ სჯიდა თუ დაუშვათ ოკუპაციას გაუკეთებდნენ პლანეტას და ხალხი წინამდეგი იყო ხარკი ეხადათ როგორც ჩვენ დედამიწა რამდენი ხანია დედამიწა იყო იხდიდა ხარკს ოკუპანტებს ჩვენ ქართველები მაგალითად ხო ვომობდით ოსმანებთან არაბებთან სხვადასხვა ნაციასა ხო უბრალოდ ისინი გვეხმოდნენ თავს და მე თუ ხარკს არ დათანხმდებოდი არადგურებდნენ ხო აი ამ ასე აკეთებდნენ ისინი გერმანელებს უშვებდნენ გერმანელები ანადგურებდნენ მათ პლანეტას ძელად აყავდათ იმ პლანეტის მოსახლეობა რომლის პლანეტას გაუკეთეს ოკუპაცია და ეს ხალხი მე არ გულისხმობ მარტო ადამიანის მაგვარ ხალხი ადამიანის მაგვარი 9% არსებობს კოსმოსში არიან ჰუმანოიდური წარმომადგენლები არიან აპომორფული წარმომადგენლები არიან ამორფული წარმომადგენლები ჰუმანოიდური უწოდებენ ისეთ უცხოპლანეტელებს რომლებიც გავლარიან ადამიანს მაგრამ ადამიანები არ არიან რადგან კი შეიძლება ადამიანს ჩამოგავენ მაგრამ ან თავი აქვენ სხვადასხვა ცხოველური სამყაროს წარმომადგენლის ან მწერები მაგალითად მწერებზე შეიძლება ითქვას აპომორფული მეცა ვერ ვეკვევი ჯერ წესიერად და ამორფული ყოფილა კიდე ცივილიზაციები პლაზმოიდური ცივილიზაციები რომლებსაც არ აქვთ ჩამოყალიბებული ფორმა მათ შეუძლიათ ნებისმიერი ფორმა მიიღონ ამას ქვია ამორფული ფორმის ცივილიზაციები და აპომორფული უძახიან ისეთ ცივილიზაციებს რომლებიც ჩამოგავლარიან ადამიანებს მაგრამ მაინც განირჩევიან და ჰუმანოიდური ადამიანები არ არიან შეიძლება დართვის სამი კონდეს რომის სხვადასხვა ცხოველის ფრინველის სამი კონდეთ ან ფრინველის ცივილიზაცია იყოს მაგრამ გავდნენ ადამიანებს და ასე შემდეგ მეც ვერ ვერკვევი მავიწყდება უფრო სწორად მავიწყდება მე შეახა თქვენ გიყვებით ხო დაუშვათ მეც არ შემიძლია ყველაფერი დავიმახსოვრო უნდერკიტი კი არა ვარ ხო და ჩვენ დაგვარწმუნესო რომ ნაცისტებმა წააგესო ომი სინამდვილეში ნაცისტებს აწუგიათ ომი უბრალოდ იმ გერმანელების
ნაწილმა, რომლებიც ნაცისტებს წარმოადგენენ, იგი მათმა წააგეს ომი, მაგრამ მათ ხომ გამოიყო არისტოკრატია. ხომ გამოიყო და არისტოკრატია გაიქცა. და შემდეგ, როდესაც გერმანელებმა ფეხი მოიკიდეს ამ არისტოკრატებმა, გერმანელებმა ფეხი მოიკიდეს კოსმოსში, მაგათმა შემდგომ აქეთ დაუყენეს ამერიკელებს პირობები და თავთავისი ხალხი ჩანერგეს ყველგან. ხო, სათავეებში, ამერიკის მთავრობის სათავეებში ყურის ეს მიღმა მართავდნენ გერმანელები ამ ეს ლიგა ნაცი, ევროკავშირი, NASA და ამერიკული საჯაშუშო სააგენტო აი დამოიწყდა. ეს ყველაფერი შექმნილია გერმანელების მიერ. სათავეში უბრალოდ ყველა სუდგანა გერმანელი. თქვენ რა გონიათ? აქ მიწაზე ყველა ერთმანეთს ეომებოდა და იქ კოსმოსში ყველა მეგობარი ერთმანეთის. ყველა. ახლა ერთადერთი ისა რომ ჩინელებს უჭირებენ საქმეს. ხო. და ბიორდი გაგზავნეს რამდენი გემებით, ну, в общем, მექანიკურად შერაღებით დატვირთული წავიდა და ყველა ამოხოცეს, წყლიდან ამოფრინდა ამათი დისკები ემბლემით, ნაცისტების ემბლემით, იგით ითქვა, რომ დრაკონიელებიც იყო იქა, ეხმარებოდნენ და ბიორდი დატოვეს, ცოცხალი რომ მოეყოლა ყველაფერი. საბჭოთა კავშირმა გაგზავნა იქ ხალხი, მგონი ერთი გადარჩა თუ ორი იქიდან. იქ იმდენი დაღუპული არ იყო. ჩვენ ზის სისტემაში ყოფილა 9 პლანეტა კი არა, 58 პლანეტა. ადამიანები, რომლებსაც აქვთ სტომა კოსმოსურ დონემდე, უпроსტად კოსმოსურ დონეზე, იციან ამის შესახებ, რომ 58 პლანეტა არსებობს სინამდვილეში, 9 კი არა. ნებისმიერ შემთხვევაშიო, ეს 58 პლანეტებიო წარმოადგენენო არა მხოლოდ მოშორებული სამყაროების პლანეტებსო, ეს პლანეტები არიანო განლაგებული ჩვენი მზის სისტემაში, მაგრამ არიანო განლაგებული ჰიპერსილცის რეალობაში, რომელიც წარმოადგენს სივრცეთა შორისო მატრიცას, რომელიც თან არსებობს ცნობილ სამყაროსთან, მაგრამ რომელიც მოითხოვს გაგებას, ესე იგი გაგებას ამასთან დაკავშირებით ტექნოლოგიები და გაცნობიერება ქმნიან მეთოდს, ქმნიან, ესე იგი, გასაღებს იმისთვის, რომ ცდომა მიიღონ მათ მიმართ. ახლა ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან. კარგი, ეს ჰიპერ სივრციანი სამყარო, რომელიც ედება ჩვენ სამგანზომილებიან სამყაროს, წამოიგინეთ ფენომენი ხაჭაპური. ან ისა აჭარული თუ აჩმა, ფენოვანი ხაჭაპურები აჩმა, ერთმანეთზე როიდობა ცომეული. აი ეს წარმოიდგინეთ, ერთმანეთზე დადებული მესამე განზომილება და ის ჰიპერ სივრციანი რეალობა და ჩვენი მესამე განზომილების რეალობა დადებული ერთმანეთზე. მაგრამ რომლებიც განირჩევიან ჯიბეს რეალობებისაგან. ახლა ვინც არ იცის, მათთვის ავხსნი თუ რას ნიშნავს ჯიბე. ჯიბე რეალობები. ადამიანმა გიბერსისტემაში, გიბერსივრცეში
აი მაგალითად ახლა ავიღოთ დედამიწაზე თუ გაიფიქრებთ რამეს, უთე ვერ აგიხდებათ ახლა. კი, თქვენი აზრი მოიკიდებს სხეულს, კარკას, რა თქმა უნდა, შემდგომ სხეულს, მაგრამ იქ ჰიპერსისტემაში თქვენ რასაც გაიფიქრებთ, ის წარმოდგება თქვენ თვალწინ. და ჰიპერსისტემაში ყველას აქვს უნარი იმისა, რომ შექმნას თავისი რეალობის ჯიბე. ანუ ბუშტი. რეალობის ბუშტი. ამას უწოდებენ სხვაგვარად ჯიბეს. ახლა საიდან ვიცი მე ეს? გოგოები, აი როგორც ლეტალია, უпросторат архи, точка глубокого погружения, Берегиня Алена, Пандора და კიდევ ახალი მოსულები, ესენი რა შვებიან ახლა? ხო არიან რომ მაგალითად ეშმაკები, ეს დრაკონიელები, რეპტილოიდები, ეს ცის რუხები ადამიანებს ზიანს აყენებენ, ადამიანებს ზემოქმედებას ავლენენ, მე იმალებიან რაღაც ადრე კონტრაქტებზე ხელი მოაწერიეს და როდესაც ესენი შედიან, ამათ აქვთ უნარი ამ ადამიანების აურაში შევიდნენ, ველში შევიდნენ და ხედავენ ყველაფერს და ამათ აქვთ უნარი ეს ჯიბეები მოძებნონ. სადაც ესენი არიან ჩამალული. ეს ნეგატიური ძალები. იმალებიან რომ galaktikuri სასამართლო რეალურად დადის. ესენი იძახებენ, გეტყვით ახლა, შეიძლება ბერმა არ დაიჯეროთ. გოგოები, როდესაც მაგალითად ვინმეს წმინდავენ, მე ფული არ მაქვს, თორემ მეც კი მინდა გავიწმინდო. ფულზე რასაკვირველია, ბახაუფლოთ, კი, ბევრი, მაგენი ესენი არიან ძალის მქონე, ეს გოგოები. ხო, ალენა ბერეგინია უკვე მეხუთე განზომილებაში ერთი ფეხით. იმიტომ რომ მას აქაური მიწიერი ხალხი ბევრი ვერ ამჩნევს, ბავშვები ამჩნევენ, მშობლებმა შეიძლება ვერ შეამჩნიონ. არ გაგიგოდეთ. და ესენი აღმოაჩენენ ხოლმე ამ ჯიბეებს და ანადგურე აუქმებენ, ანიგილაციას უკეთებენ ამათ და როდესაც ვინმეს გაწმენდას აპირებენ, მანამდე იძახებენ დედამიწის კურატორებს, ორი კურატორი ყავს დედამიწას, ერთი ქალი, ერთი მამრობითი სქესის, მაგრამ ხუმანოიდები, ადამიანები კი არა, ხუმანოიდები და სასამართლო, galaktikur სასამართლოსაც იძახებენ. და იმათ, ვინც ამ ჯიბებში იმალება, აბარებენ მაგათ, დემონებსაც აბარებენ. თუ დემონი უდანაშაულოა, ზოგჯერ არ უნდა დემონს, ყველა დემონი არა ერთნაირი. როგორც ეშმაკზე ქონდა რაღაც ისეთარი წარმოდგენა, ეშმაკი გაცნეს, მაგიტომ დაავალა აბსოლუტმა ორივე თეთრი ანგელოზებიც და ლუციფერიც ეს ეშმაკს მოუწოდეთ ჩვენ, ორივე ჩვენი გამჩენიშვილებია, მაგრამ მაგამ დააბარა, მაგას დაავალა ეცტუნა სულები. აკი შენ არ შეაცნებიო შენი თავი. ის შენ არაფერს დაგიშავებ, შენ თუ არ გინდა. შენ თუ მიეცი მას საშუალება გაცნუნოს, მე შენ თავს დააბრალე. შენ უნდა იყო მყარად, შენ ნებისყოფა უნდა გააძლიერო. და იმის ხომიდა რომ ესენი დემონებიც არაა, დემონების თავის როლს ასრულებენ სხვათა შორის, იცით თქვენ? საგვარეულოში და ზოგჯერ ახლა არ ვიცი, ახლა აკეთებენ მართლა, მაგრამ ადრე იყო ისეთ წამლებს აკეთებდნენ, რომ ძალით იძახებდნენ დემონს, დემონებს კაბასაც კი აწმევდნენ. დიახ, და ასეთ კაბიანი დემონები ბევრი გაუნთავისუფლებიათ ამ გოგოებს. თქვენ ახლა რომ ხელოუინს იხდით, ხელოუინს რომ ზეიმობთ, განა ხელოუინი არანაირი რელიგიური დღესასწაულის არა, ის ვინც ჩაიცნობს ხელოუინის ფორმას და იზეიმებს ამ დღესასწაულს, ის უღებს კარს ჯოჯოხეთს. შემდეგ არ გაგიკვირდეთ თუ ღამღამობით დემონები და რაღაცები დაგესიზმრებათ. ესენი ყველა იმალებიან ადამიანის ბიოველში. ამ ჩვენ ხო გვაქვს ახლა 7
ჩვენი ფიზიკური სხეულის გარდა 7 წვრილი სხეული ამ სხეულებს შორის იმალებიან და კაჩავენ ენერგიას. ვინც სვამს, ვინც ეწევა, მაგი ვერასდროს ვერ გამოიხვიძებს, ვერასდროს. იმიტომ ვიც ტკივილს ეტანება, თურმე შაქარი ყოფილა დაბალი ენერგია, ხო, და მე ვერაფრით ვერ მოვიცილე ჩემი დიაბეტი. ახლა გადავწყვიტე ეს სიტყვა დამავიწყდა, კაი მნიშვნელობა გადავწყვიტე მკაცრად რომ მე უნდა მივხედო შაქარს. როგორ ახლა ტკივილზე კამფეტებს არ ვიყიდე თავისთავად, შაქარსაც მოვუკლებ. მურაბეც არ გავაკეთებ არასოდეს. და ჩემი თურმე უჯრედები ეჩვევიან, ინსულინს ეჩვევამ, სულ მაღალ ინსულინს ხო სულ ეს ახლა ამას ყველაფერს დრო უნდა, მაგრამ ჩვენ თუ ხო მეკითხებოდა ზოგი სვენელი როგორ უნდა ავიწიოთ ვიბრაციები. გეტყვით ახლა, თუ გინდათ ვიბრაციების აწევა, ალკოგოლს არ გაეკაროთ, არ მოწიოთ. ეცადეთ დაბალ ენერგიული პროდუქტები არ ჭამოთ. ტკივილი მაგალითად გაზენისა სმელები არ დალიოთ. ეცადეთ ნაკლები გაუკეთოთ შაქარი. ეს ყველა დართული ამის გაკეთება, მაგრამ მაინც თან მიკროვალნოვაში ღუმელში მიკროვალნოვკები როა იქ საჭმელი არ გააკეთოთ. არც თუ ხოკაში გაკეთებული საჭმელია კარგი. თუ ახლა გასი გაქვთ, შეგიძლიათ გასქურა მაინც სხვა. ხო. საერთოდ მოერიდეთ მაღაზიებში თვეობის განმავლობაში დეს მაგალითად ისეთი პროდუქცია, რომელიც არ ფუჩდება. რატომ? იმიტომ რომ რაღაც დრამატებია გაკეთებული, ხო? მაღაზიებში ნატურალური ძე არ არის. ზეთი ადრე ხელით ჭიმავდნენ მას გამოყავდათ ზეთი, კახური ზეთი, მე კახური ზეთით ყურნალობდი. ტიბეტური რეცეპტის მიხედვით. ზესუზრის, სულთა ზესუზრის ზეთით და ახლა სად არის ყველაფრით ქიმიური წამლებით მას ჭრინტავენ ზეთს. უნდა ეცადოთ რომ შედლებით გვარად თუ სოფელში ცხოვრობთ არ გაუკეთოთ ის ქიმია. ის ცოტაც არ გაუკეთოთ. დროხა თუ ყავთ, შეიტანეთ ის ნაკლი რომ გაცოცხლდეს მიწა. თუნდაც ავიღოთ ციტრუსები. ახლა ციტრუსების ჭამაც საშიშია. ისე წამლავენ ხევს, მე ხო ვიცი კაცო. წელიწადში 3 ჯერ წამლავენ, მაქსიმუმ, მინიმუმ 2 ჯერ მაინც წამლავენ ხევს. და შემდეგ ასეთი ციტრუსები გააგვეთ გასაყიდად. ქლორში რეცხავენ. ქლორიან წყალში, პარაშოკიან წყალში ციტრუსებს. და მაგი მე აქეთ ის არ მოდის უფრო იქით მიდიოდა რუსეთისკენ, აფხაზეთიდან, მაგრამ მაინც განა აქ არ წამლავენ ზუგდიდში? განა საქართველოში არ წამლავენ ციტრუსებს? იმ ციტრუსებმა თვა გააფუჭა მიწა, თვა დაუკარგა ნაყოფიერება. ვინც სოფლებში ცხოვრობთ, გააკეთეთ სათბურები, ნორმალური სათბურები და მაგალითად მე თესავდი ბარდას ამთარში, რომ მიწა ცარიელი იყო, მიწასაც ანაყოფიერებს. წელიწადში 3 ჯერ შეგიძლიათ ბარდის შემოსავალი მოიყვანოთ. თავისუფლად. წელიწადში 3 ჯერ. მწვანე ბარდა არაფრით არ ჩამორჩება, მწვანე ჭყინტ ლობიოს და საერთოდ ლობიოს. ხორცზე თესმედი ხანი არ ვჭამ. არ ჟელატინს, არ ჟელეიანებს და არის თენარული ჟელატინი არსებობს თურმე, თენარული. ხო, აკეთებენ. და ამას ვამბობ მე,
ჩვენი ორგანიზმი უნდა გავწმინდოთ. ახლა მე წამლებს ვამ უთე ვერ მივატოვებ წამლების დალევას ახლა ამ თვალებს მიხედავ მე ნენელა კი ვთქვი ვარი წამლებზე მაგრამ ეს აუცილებელია ახლა ვარ ჩავიწვეთო საშველი არა რადგან ხელოვნური ბროლი ჩამიდგეს და ამას უნდა მიხედვა რომ თვალი არ დაჩიქდეს რომ თვალმა მიიღოს ეს უცხოცხეული შეიჩვიოს შეეგუოს დრო უნდა ხო და აი თქვენ თავს კითხეთ ვინ ჯანმრთელები ხართ წამლების დალევა არ გიძებთ ალკოჰოლი ჭირდებათ სიგარეტი გჭირდებათ არა გინდა თქვენი ორგანიზმი გაიწმინდოთ ვისაც გინდათ რომ თქვენ ორგანიზმი იცით რა არ ვიცი ზოგი ამბობს რომ კიდევ გადასვლა რა არის გადასვლა ჩვენ ვჩებით დედამიწაზე ახლა იქ ერთ ვიდეოს წავაწყდი მე იქიდან შევეცდები ახლა ამ ვიდეოში კიდე შევურიოთ ცოტა რაღაცა იმ ვიდეო და რადგან უნივერსიტეტთან დაკავშირებული დედამიწაზე არსებობს სხვადასხვა განზომილება ხო მესამე განზომილება არ არსებობს ჩვენ დავჩებით დედამიწაზე მაგრამ უთებერ ჩვენი დილას გავიხვიძეთ ზოგი მეხუთეში გადავა და მას გაუჩიჩავენ მეხსიერებას იმ ადამიანზე რომელთანაც ჰქონდა კონტაქტი და იმას არც კი ეხსომება რომ მაგალითად იცნობდა დაუშვათ მანანას, ქეთოს ან კიდევ ლელას ხო მაგალითად მე არ გამახსენდება ხო მაგრამ მეხუთე განზომილებაში გადასვლა გადაიკეტება მალე ცოტა დროა დარჩენილი ვისაც კიდევ გახვდება და დიდ განზომილებაში გადასვლა არის ბევრს ჯერ კიდევ ზინა ძალის მქონე ადამიანებს ზოგს უბლოკავენ სპეციალურად ამუნარებს არიან ბევრს ძინას ბევრმა არის ის რა უნარი გააჩნია ამას უნდა ბლოკეს მოხსნა განწმენდა უნდა საკვები უნდა მოიცილოთ ისეთი საკვები რომელიც ნევს ორგანიზმს ხო კი იულია ლაპარაკი ხო მართალია მაგრამ ამის შესრულება დართულია ხა მე მაგალითად შაქარი რომ აქვს დართულია და იმ კაცმა თქვა კი თურმე ყოფილა ხალხი რომლებიც ჯერ კიდევ ცხოვრობენ მეორე განზომილებით ხო და იგიც ჩამოთვალა თუ როგორ შეიძლება ჩვენ ესეთი ადამიანები გამოვარჩიოთ ადამიანები რომლებიც არიან მხოლოდ პატრიბიტილი ანუ სულ ითხოვს რაღაცას საკვებს ტანსაცმელს ეს უნდა ის უნდა ზოგი ყოველწელს იცლის ავეჯს ზოგი ყოველ ოსაფრთხოში იცლის ტანსაცმელს აი ესენი არიან მეორე განზომილებაში ცხოვრებები არა ძალიან გთხოვთ შეურაცხყოფათ არ მიიღოთ ნუ ცხოვრობენ უბრალოდ სანამ იცხოვრებენ სანამ თავისას არ გამოჭამენ თავისი დრო არ მოიწურებად იცხოვრებენ მერე მაგათ სულს განსახიერება არ ექნება ხო მაგალითად ახალი ფეხსაცმელი სულ რაღაც ფიქრობ ეს მინდა დელიკატესი მინდა ხო ეს თუმე ეს ხალხი მიეკუთვნება მეორე განზომილებას მაგრამ არის ხალხი რომლითაც აქვთ საშუალება აქვთ მაგრამ სულიერი მდგომარეობაც არ ავიწყდებათ ხო ახლა ეს გოგოები ლეტალია რომა ის ამბობდა საუბრობდა ერთავის კლიენტთან რომ ხო იმ კლიენტს ფული არ ყვარებია რატო თუ ფულსაც უნდა ცეუპატი ფული თუ არ ახლა მე რომ ფული არ ქონოდაო მე რამდენი ადგილი შემოვიარეო სალოცავი ადგილები ენერგეტიკის მქონე ადგილებიო მე რომ ფული არ ქონოდაო მე ხო ვერ წავიდოდიო ფულის საჭიროაო ხო მაგრამ ამ ხალხს სულიერიც არ ავიწყდება ხო ან მაგალითად
გინდათ ვიბრაციები აიწიოთ, არასდროს დაამციროთ ადამიანი, არა, თავზე არ დაიჯინოთ. სულელად არ უნდა ჩაათლებინოთ, მაგრამ ადამიანი იმის გამო არ უნდა დასცინო და უშუალოდ რომ ან ვერ დადის, ან ვერ ლაპარაკობს, ან რაღაც პრობლემები აქვს, ან ღარიბია და ან დახუდებული ტანსაცმელი აცვია, ან ხომ არის ოჯახის წევრი ტირანი ოჯახში, ან დედა, ან მამა და შვილებს რო ჩაგრავს და შვილებს ამცირებს, შვილები გამოყავს დებილებად, იდიოტებად, ან ქმარი ცემს ცოლს, ან ცოლი ექცევა თუნდაც ქმარს. წყევლა. თურმე რო ამბობენ რომ წყევლა თუ შესამართლე დაიწყელე შენამდე წყევლა არ მოვაო, ეგიც არ ყოფილა სწორი. ის წყევლა შენ რომ დაწყლო ვინმე, სანამ სხვასთან წავა, ის ჯერ შენ მოგაყენებს ზიანს, მერე იმასაც მოაყენებს ზიანს. არასდროს არ დაწყლოთ არავინ. არასდროს. მე ვიცი ხანდახან ლაპარაკი დაუშვათ, მე გავყევე უკან ჩემ მამას, თუ მე ის გავაკეთე. არც ეს შეიძლება. არის იფიცებიან, მე ამას გავყვე უკან, დავშვე დედა ყავს, მკვდარი მამა ყავს, თუ მე ამის ლაპარაკიც არ შეიძლება. მე საერთოდ ხანდახან წამოვსება ასეთ რაღაცებით, რომ მე ვცდილობ ასეთი სისულელები არ ვთქვა. ჩემი თავი რო არ დავიბლოკო. თავისუფლად, თქვენ თავს თქვენ თვითონ ბლოკავთ. დაუშვათ. თუნდაც ზოგს ყავს ეჭვიანი ქმრები, ზოგს ყავს ეჭვიანი ცოლები. ეგიც ფიტავს ენერგიისაგან. ქრონიკული დაღლულობა არ არსებობს. ეს და როგორც დაავადება, ქრონიკული დაღლულობა არ არსებობს. ეს არის ენერგეტიკული გამოფიტვა. ხო? და იმას, რასაც თქვენ უძახეთ, სექსუალურ კავშირებს, ამის გაკეთებაც არ შეიძლება ხშირად. ზოგი გადაკეტილია ამ თემას. აი ამ დროს თქვენ კარგავთ ენერგიებს, საცოცხლო ენერგიებს. ვიბრაციაც იდება დაბლა. შემდეგ, ნუ მოთხოვთ მეზობელს, დას, ნათესავს, რძალს, დედამთილს, ტანსაცმელს, ან ნივთებს. გქონდეთ თქვენი ნივთები. ამ დროს თქვენ შეიძლება იმ ადამიანებმა ვარი ვერ გითხრათ, მაგრამ გული დაწყდეთ, რომ თავიანთი ტანსაცმელი ვინმე სათხოვეს და ამ დროსაც თქვენ გამოიწვიეთ მისი ვიბრაციის დაცემა. გაანერვიულეთ. პატივი ეცით სხვის აზრს, სხვის ნებას. პატივი ეცით. არ უყვართ თხოვება, ხო? თავისი ტანსაცმლით. ამის გამო ნუ გაუბრალსებით. ამის გამო ან არ უყვართ დაუშვათ რამეს თხოვება, ან კასრულის, ჭურჭელის, მე არ საუბრობ იმაზე ქორჭილებზე. ქორჭილებზე არის სპეციალური აქირავენ ჭურჭელს და საერთოდ ნუ აი ზოგჯერ მაგალითად ახალ ტანსაცმელს იყიდის ვინმე რამეს, ხო? წავა და სპეციალურად გამოიპრანჭება ვინმეს წინაშე თავს ანახებს. როდესაც შენ შეგნებულად მიდიხარ იმ ადამიანთან, რომ თავი მოაწუნო და შური გამოიწვიო მასში, ამ დროს შენ აშავებ და ამ დროს ვიბრაცია გივარდება. აბა, ახლა შენ შემთხვევით უნახა ადამიანი, ეგ სხვა ამბავია, მაგრამ სპეციალურად ანახო თავი, ამე რამაც შენ რა ვიყიდე, ამ დროსაც იწება ვიბრაცია. მაგალითად, ტყავის ტანსაცმლები, მე არ ვყიდულობ ერთი ბასანი გადამჭა ტყავის დრო, მე ტყავის ტანსაცმელს არ ვყიდულობ. რატომ? შენ როდესაც ყიდულობ ტყავის ტანსაცმელს, შენ ხარ მკვლელობის მონაწილე. უნებლიეთ ხდები მკვლელობის მონაწილე. შენ ყიდველი ფეხსაცმლის შემკერი, ვინც კერავს ის, ხო, ტყავი ხო იყიდა, ხო შეგერა ფეხსაცმელი. ის
თუნდაც არ მოუკლია, მაგრამ ტყავი გადამყიდველმა შეიძლება იყიდა, ხო? ისიც მკვლელია და პატრონიც მკვლელია. დედები, რომლებსაც აქვთ აბორტი გაკეთებული, მაგენი ისჯებიან. და საერთოდ იცით რა, ჩვენ შთაგვაგონეს, რომ წვრილმას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. ეს კი დიდი შეცდომაა. ზუსტად რომ წვრილმანებიდან იწყება ყველაფერი. წვრილმანებიდან. არა, მე რატო შევტოპე ახლა თემას გადავუხვიე, იმიტომ რომ მე ცალკე ახლა ამ თემაზე ვიდეოს ვერ შევქმნი. და როდესაც ანდა ავიღოთ აბრეშუმი. ველს მოწონს აბრეშუმის წასაცვლელი, ხო? და თქვენ კი ახლა იციან დღესდღეობით ვინ არ იცის, რომ აბრეშუმის ძაფი კეთდება ჭია აბრეშუმებისგან, ხო? მაგრამ თქვენ იცით, ვინც ამ აბრეშუმის წასაცმელს ატარებთ? თქვენ ხართ მკვლელობის მონაწილე. იცით ეს? და რატომ? ის აბრეშუმის ძაფი უნდა ამოიღოს, სანამ ის ცოცხალია, სანამ ის რომ გამოვაგარეთ, ის ჭია, შიგნით რომ ზის, აბრეშუმის ჭია. მერე ძაფი არ ივარგებს. ასე რომ იმას დუღარე წყალში ყრიან, ცოცხლად ამჭიებს. ცოცხლად ყრიან დუღარე წყალში, რომ ის ძაფები ამოიღო. უნდა მოკლა. თავისი გაფუჭებული მერე არ ვარგა. გამოსულიდან ძაფი არ კეთდება. ესე იგი, ვინ არიან ეს ხალხი, ვინც ამათ ზის, იმისთვის რომ შემდეგ გაყიდონ სასაკლაოდ? მკვლელები. კი, ბევრი იტყვის, რომ აბა ეგრეთ ჩვენ მცენარეებს ასჯა. კი, გეთახმებით. მაგრამ მცენარე იმისთვისაა შექმნილი, რომ მაგით იკვებოს საქონელმა, იკვებოს ადამიანმა, ცოცხალმა არსებამ. თან მცენარეულებს ტკივილის რეცეპტორები არ აქვთ. კი, ისინი როგორ არ აქვთ, ნობენ, თან მათ კოლექტიური იქ სხვა უყვეს, სხვა ბუნება. მარტო საიდუმლო კოსმოსურ პროგრამებს არ აქვს ტექნოლოგია, არ ქონდათ უბრალოდ. ახლა საიდუმლო კოსმოსური პროგრამები ყველა დაიხურება, რადგან დაფინანსება არ აქვთ. დედამიწის პროგრამებმაც შექმნეს სპეციალური ტექნოლოგიები დროში გადასაადგილებლად. გიპერსისტემაში გადასაადგილებლად, მზის სისტემაში, სადაც ეს 58 პლანეტა იმყოფება. ხო და ეს ტექნოლოგიები იყენებენ რეზონანსულ ცნობიერებას ნულოვან წერტილს, იმისთვის რომ ამუშავონ ეს ტექნოლოგიები და იმისთვის რომ გადაადგნენ გიპერსისტემაში. გიპერ სივრცის და მზის სისტემაში. და როდესაც იციან, რომ 9 პლანეტის მაგალითად არის არსებობს 58 პლანეტა, მათ უწევთ დიდი მანძილების გადაადგილება. და ტექნოლოგიების საშუალებით ეძლევათ საშუალება მიაღწიონ ადგილებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში იქნებოდა მიუწვდომელი. აი, მე თქვენ მოგიყევით ბობ ლაზარის ვიდეოში, თუ როგორ ხდება ეს. ხდება სივრცის აკეცვა, შემდეგ გაშლა. ხო და ამ ნაცისტებმა შექმნეს ბაზები ამ 58 პლანეტაზე, სხვადასხვა ადგილებში, რომელიც არსებობს გიპერსისტემაში. რატო ვამბობ ახლა 58? საქმე იმაშია, რომ ეს პლანეტები ზოგი მოშორებითა, ზოგი ახლოსა, ზოგს აქვს მოგრძო ორბიტა,
ამიტომ ისინი ერთმანეთს არ ემთხოვათ და შორეულ პლანეტებს ტელესკოპით ვერ ნახავ. ახლო პლანეტებს კი. ის ფარული სამყაროები, რომლებსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, მაინც არ დარჩა შეუმჩნეველი. როგორც მე ხშირად მაქვს ნახსენები, მზის დაცვა, солнечный страж, ან солнечный страж. ხო და ამ დაცვა, ამ, თქვათ ასე, ჯარმა, მზის ჯარმა, უფრო ადვილი გასაგებია, წარსულში გადაადგილდა, რომ გაინთავისუფლებინა პლანეტები, რადგან გერმანელებმა ბევრი პლანეტა დაიპყრო ამ 58 პლანეტიდან, ძალიან ბევრი, ხო, ვახსენე. ხო, ეს პლანეტები, რომლის განთავისუფლებად გაიგზავნეს წარსულში, მოხდა მტრულად განწყობილი ძალების მოქმედების ქვეშ. და მაგათმა ამ მზის დაცვა, მზის ჯარმა, გაანთავისუფლა ყველა 58 პლანეტა, რამაც მისცა საშუალება აღედგინა ენერგეტიკული ბალანსი გიპერსისტემაში, გიპერსივრცეში. და დაეხმარა ამ სამყაროებს დაბრუნებოდნენ galaktikურ ჩარჩოებს, მიღებულ galaktikურ ჩარჩოებს. გაზომილებებს შორის გადაადგილების საშუალებამ მისცა ამ აჯანყებულებს იყვნენ რამდენიმე ვარსკვლავურ სისტემაში ერთდროულად. კი, არის ამის შესაძლებლობა. იქ კოსმოსში არის ამის შესაძლებლობა. ეს ჩვენთან არ დედამიწაზე დრო. თორე კოსმოსში დრო არ არის. სხვაგვარად მიედინება იქ დრო. სხვადასხვა დროა. სივრცეთა საშორისო მობილობა ეს მხოლოდ უპირატესობა არა, არამედ არის სიღრმისეული წინ წასვლა იმ გაგებაში, თუ როგორ უნდა ორიენტირდე დროის სივრცის კონტინუუმში, ესე იგი სივრცეში, იმ დროის სივრცეში, რომელიც ამოკლებს მანძილს სამყაროებს შორის გადასვლის კვანტური მომენტებში. ან გადასვლის კვანტური მომენტებით. და სამყაროსი ამ ჰიპერსისტემის გაგების შემდეგ ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას თუ როგორ უნდა ვიმოგზაუროთ ჩვენ მზის სისტემაში ამ 58 პლანეტებს შორის და მოვლენები, რომელიც ხდება გიპერსივრცეში, ეს არ არის ფანტასტიკა. ეს არ არის სამეცნიერო ფანტასტიკა, არა. ეს არის ნაწილი galaktikuri დრამისა, რომელიც დღესაც გრძელდება და თავის, ესე იგი, იტევს თავის თავში კაცობრიობის მომავლობას მეთქი. კაცობრიობის მომავალს, ცნობიერებას, ბნელი ფლოტი, ამაჯაყებულების ცივილიზაცია, ნაცისტები, კოსმოსური არქივების ინფორმაციასთან კოსმოსური არქივების ინფორმაციიდან გამომდინარე, ეს ბნელი ფლოტი ატერორიზებდა ამ პლანეტებს მთელი ირმის ნახტომის რაიონში, ფარგლებში, ხო, ამონებდა სამყაროებს, მთელ სამყაროებს ტექნოლოგიების დახმარებით, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, კიბერნეტიკის დახმარებით, კიბერნეტიკის გამოყენებით უბრალოდ და დრაკონული სამხედრო ტაქტიკასაც იყენებდნენ. მათ შეძლეს ფედერაციის სამყაროებზე კონტროლის ჩაგდება ხელში, დაბრუნება ხელში, ხო მაგათმა დაიყრეს galaktikis დიდი რაოდენობა, ეს მოხდა 9 მილიონი წლის უკან, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ეს მოხდა არა მხოლოდ ნაცისტების ამბიციის გამო, ეს იყო დაგეგმილი დრაკონელების იმპერიის მიერ.
რომელმაც წინასწარმეტყველა თავისი წაგება. გალაქტიკურმა ფედერაცია ეს ყველაფერი წინასწარმეტყველა ნახა ტექნოლოგიები ხო ქონდა მაგ ფედერაციას დროში სამოგზაუროდ და ფედერაციამ გაიგზავნა დედამიწის წარსულში და იქ შექმნა ეს მზის დამცველები სონჩნსტრაშ შექმნა ეს მზის დამცველები იმისთვის რომ დახმარებოდა შემდეგ დედამიწას მომავალში გახსოვთ არ ვიცი გაქვს ნაყურები ახლა ტრილოგია ფანტასტიკური კინოსი ახალგაზრდა ბიჭუნა დროის მაქსის დახმარებით მას ეხმარება ერთი მოხუცი კაცი მომავალში ხდება წარსულში ბრუნდება შემდეგ ბრუნდება მომავალში ოღონდ ხდება მომავლის სხვა შტოში მე ისევ წარსულში ბრუნდება შემდეგ ნამდვილ მომავალში ნამდვილ ამ წყოში ამდაგვარად ხო და იმ დროს ფედერაციას რომ არ გაიგზავნა ეს თავისი ჯგუფი დედამიწის წარსულში და არ შეექმნა ეს მზის მცველები ჩვენ ახლა პოზიტიური დროის ხაზი არ გვექნებოდა ისმაილ პერესი ამბობს რომ მე რასაც ვწერო და რასაც ვყვებიო მე ამას ყველაფერს ამოწმებო მაგას აქვს საშუალება მომავალ ხალხს დაუკავშირდეს ხალხს მომავლიდან უცხოპლანეტარის მომავლიდან და ის აკონტროლებს ყოველ ინფორმაციას სანამ ჩვენამდე მოაქვს დრაგონელების იმპერია რომლებიც იყვნენ ოკუპანტები იწინასწარმეტყველეს თავისი დაცემა ჩვენი მიტერი დროით 100,000 წლის უკან იწინასწარმეტყველა ეს იცოდა და იმისთვის რომ თავისი ბატონობა შენარჩუნებიდან მაგათ დაიწყეს პროექტი დროში გადაადგილებასთან დაკავშირებით რომლებაც მიზნად ამოიღეს ის პერიოდი როდესაც კაცობრიობის ისტორიაში იყო არასტაბილური ეს ის პერიოდიაო სანამ მეორე სამამულო არა სადაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყებოდა მართლა არეულობა იყო მაგ პერიოდში ამ პერიოდში გერმანელი მეცნიერები წინ წაიწიეს განვითარდნენ რაკეტა შენებლობის სფეროში ელექტრომაგნეტიზმის აღმოჩენაში და ალტერნატიული ძალოვანი ხელსაწყოების დამუშავებით ხო დრაკონელებმა ისარგებლეს შესაძლებლობით რომ შეიძლებოდაო დროის ხაზით მანიპულირება უბრალოდ მათ ეგონათ რომ მათ გამოუვიდათ ეს დროის ხაზით მანიპულირება ეგონათ რომ გამოუვიდათ და რა საკეთებდნენ ისინი ინერგებოდნენ ამ ოკულტურ და ეზოთერიკულ საზოგადოებებში, სამეცნიერო წრეებში და ამდაგვარად აი ამ ზუსტად ამ მომენტში ისინი დაუკავშირდნენ საზოგადოება ვრილს, რომელსაც ხელმძღვანელობდა მარია ორშიცი, რომელსაც თქვენ ვიდეოს დასაწყისში მოგიყევით. ნაცისტებმა ჩუმად დაარსეს კოლონიები ჯერ ანტარქტიდაში, შემდეგ კოსმოსში. მარსზე და ცერერაზე. ცერერა ეს იყო ყველაზე დიდი ასტეროიდი. არის უბრალოდ. ესე იგი ეს ბნელი ძალა არსებობდა ბოლო 80 წელი. ახლა არ ვიცი არსებობს თუ არა. თუ არ დაიშალა. ანტარქტიდაში ნაცისტები ხნიდნენ კიბორგებს. ჯერ კიდევ ანტარქტიდაში ყოფნისას. ისინი იყვნენ 9 ეს კიბორგები, 9 ცალი. შემდეგ მასიანულ ბაზებზე ეს კიბორგები გახადეს სრულყოფილი. რასაკვირველია სანამ ზის დაცვამ ისინი არ დაიჭირა და არ გაანადგურა.
ხო, ამ კიბორგებს ჰქონდათ ნანოიმპლანტები ჩადებული, ნანოტექნოლოგიების დახმარებით ისინი იყვნენ ინტეგრირებული და მათში ჩადებული ჩიპის მეშვეობით სული იყო დეგრადირებული, უпроსტად დეგრადირებული კი არა, სულს არ აძლევდნენ საშუალებას განვითარებულიყო. მიძინებულისავით იყო სული. ხო, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მაგათმა შეძლეს ბევრი პლანეტების დათევა და დააყენეს ცენტრალიზებული კონტროლი გონებაზე იმ მაცხოვრებლებზე, რომლის პლანეტები იყო ოკუპირებული გალაქტიკის სხვადასხვა რეგიონებში. ცივილიზაციები, რომლებიც ეწინააღმდეგებდნენ მათ, ჭურვების დამბობივით იყვნენ განადგურებულები. სანამ ეს ყველაფერი ხდებოდა და ეს ხდებოდა 85 წლის განმავლობაში, ზედაპირზე ჩვენ და დედამიწაზე ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ხო, და მაგ დროს ამ 85 წლის განმავლობაში ირმის ნახტომის ბევრი სექტორები, მათ შორის ორიონის სექტორი, ზეტარეტიკული სექტორი და კიდევ რამდენიმე მოხდა ამ ბნელი ფლოტის გავლენის ქვეშ. გალაქტიკური სამყაროების გალაქტიკური ფედერაცია, როდესაც მიხვდა რომ დრაკონელებმა შეცვალეს ისტორიის სვლა თავისი ჩარევით, დაიძროს გალაქტიკური ალიანსი ჯერ არ იყო, მაგრამ წარმოადგენდა მაღალ განვითარებული ცივილიზაციების საბჭოს. მაგათმა ჩართეს თავისი დროის ჩარევა, ხო, დროები ჩაერიენ და ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი მოგზაურობდნენ დროის ჩარევა, დროში ჩაერიენ. და ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მოგზაურობდნენ დროში მილიონი წლებით და ათასობით, 100,000 წლებით უკან, წარსულში. სადღაც 1,5 წლის უკან დაბრუნდნენ. ისინი ცდილობდნენ დაბრუნებულიყვნენ პარალელურ წერტილში, დედამიწის წერტილში, დედამიწის, ესე იგი, იმ წარსულ მონაკვეთში. ხო, და მაშინ მაგათმა დაუკავშირდნენ იმ დროინდელ ამერიკის მთავრობას და მაშინო სცენაზე გამოვიდაო ვალენტინ ტორი. ტორი გაუშვესო, ეს ვალენტინ ტორი ენზეხაურთან სამუშაოთო. ის ჩუმად თანამშრომლობდა ამ ჰიბრიდულ ადამიანებთან ჰიბრიდულად, ხო, თანამშრომლობდა ჰიბრიდულ ადამიანებთან, დადებით რასებთან, თანამშრომლობდა დადებით პროგრამებთან. ფედერაციამ დედამიწას დაეხმარა დაემუშავებინა საკუთარი საიდუმლო კოსმოსური პროგრამები და მთვარის დაცვა. აი, ამდაგვარად გაჩნდა საიდუმლო კოსმოსური პროგრამები. მზის დაცვა სონუშისრას არ იყო მხოლოდ დაცვითი ორგანო. ეს იყო მრავალგანზომილებიანი ალიანსი, რომელიც იყო დამუშავებული ფედერაციის ხარდაჭერით და ის სარგებლობდა 5 ტექნოლოგიით, პლაზმურ დაცვას და სინათლის ცნობიერებას. ამ პროგრამაში შედიოდნენ სუპერჯარისკაცები, ტელეპათები და იმპანტები, რომლებიც იყვნენ გავარჯიშებული და მანიპულაციის მოხდების ქვეშ ვერ ხდებოდნენ. ხო, ვინც ამ მზის დაცვის უბრალოდ ვინც ამ მზის დაცვაში იყვნენ, ის ჯარისკაცები არ იყვნენ სრულყოფილი ტექნოლოგიურად, მაგრამ ისინი იყვნენ სრულყოფილი გენეტიკურად. დამუშავებული იყვნენ გენეტიკურად. გენეტიკის ზონაზე. ისინი იყენებდნენ ორგანულ დნმ-ს. თქვენ ხომ იცით, რომ ჩვენ ვიყენებთ 60% ჩვენი გენეტიკური მატერიალისაო. და ეს ჯარისკაცები იყვნენ ისე გადაკეთებულები გენეტიკურად, რომ შეეძლოთ 20, 30, 40% გენეტიკური შესაძლებლობისა გამოიყენებინათ. და ეს ამ მზის დაცვასაც ჰქონდა ცდომა გიპერსისტემის მიმართ. შეეძლოთ გადაადგილება გიპერსისტემაში. მაპატიეთ გიპერსივრცეში. ხო,
ამათ ჰქონდათ დაცვა გიპერსისტემაში, გადასაადგილება. და ესენი ეს ხაზები იყო შექმნილი, ესენი იმიტომ დადიოდნენ გიპერსისიბცეში, რომ გამოეკვრიათ და გაენადგურებინათ ხელოვნურად შექმნილი დროის ხაზები, რომლებიც იყო ზედმეტი და არ იყო საჭირო, ან იყო ნეგატიური დრაკოს მიერ. და ეს მზის დაცვა სოლუნჩნსტრაშ მოქმედებდა ისე, რომ არავინ იცოდა და ანგარიშსაც არ აბარებდა, რას აკეთებდა არავის, არც დედამიწელს და არც ფედერაციას. საიდუმლოს მოქმედებდა. ისინი უთოთვალებდნენ ბნელ ფლოტს, შავ ფლოტს და მათ ოპერაციებს არც перехватывали операции темного флота. ესე იგი მათ არ აძლევდნენ საშუალებას თავისი შავი მისიების შეესრულებინათ. გალაქტიკის სხვადასხვა სექტორებში შველოდნენ დამონებულ ერებს და აბრუნებდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებს, რომლებიც იყო ოკუპირებული დრაკოს მიერ და შავი ფლოტის წარმომადგენლების მიერ. დრაკოს წარების შემდეგ კაც კი ამ ფედერაციის, ამყარებით ფედერაცია ატლანტების ოქროს საუკუნეშიც კი დრაკოს ელიტური კასტის ნარჩენები მოქმედებდნენ შავი ფლოტის მეშვეობით და დაიწყეს ბოლო გალაქტიკური შეტევა. აგრეთვე მასზე დაიწყო შავი ფლოტის ინტერნეტ სისტემის განადგურება. ეს დაიწყო 2014 წელს და დამთავრდა 2019 წელსო. თუ არ ვცდებიო 2023 წელსო დამთავრდა ეს ყველაფერი. იყო განთავისუფლებული ათობით პლანეტარული სისტემები, რომლებსაც აკონტროლებდნენ ოდესღაც კიბერ ბატონები, შავი ფლოტის სუპერ ჯარისკაცები და აგრეთვე იყო დაპყრობილი ის კარიბჭეები, რომლის მეშვეობით დრაკონიელები აკონტროლებდნენ ისტორიულ დროის ხაზებს. გალაქტიკურ ძალებმა გაიმარჯვეს ირმის ნახტომში. დრაკონიელების ალიანსი იყო განადგურებული ირმის ნახტომში და ბოლო ფაზა დრაკონიელების ჩარევის მიტერ ისტორიაში იყო ნეიტრალიზებული. ამიტომ დადებითი დროის ხაზი ჯერ კიდევ არსებობს. სრულიად არაა დარღვეული. ესე იგი რაღაც დარღვევები ხდება. ამ ტრიუმფის შემდეგ 24 DJ адмирალი მზის დაცვისა легендарные командиры, разбросанные по разным секторам за последние 85 лет. აგრეთვე მეთაურები არიან განაწილებული მთელ სამყაროებში, მთელ სისტემებში და 3 თვის შემდეგ დაბრუნდნენ ჩვენ მზის სისტემაში. მათი დაბრუნება ნიშნავს სტრატეგიულ ძრავასა ბიცს, მაპატიეთ სიტყვა ვერ გამახსოვდა. ნიშნავს სტრატეგიულ ბიცს ჩვენთვისაც. ბოლო 85 წლის განმავლობაში ალფა დრაკონისის რაიონში მიმდინარეობდა მასშტაბური ვარსკვლავური ბრძოლები. ჩვენ მივაყენეთო ზარალი ალფა დრაკონიელების სამშობლოში და აგრეთვე შორეულ მზის სისტემებში, რომლებიც იყო განლაგებული მზის მეოთხე რგოლში, ან ირმის ნახტომის პერიფერიის საზღვარზე, სადაც შავმა ფლოტმა ბატონობა დაამყარა და დაიპყრო მრავალი სამყაროები. ესე იგი, მთავარი გამარჯვებები გახდაო ხელოვნური ინტელექტის ნეიტრალიზაცია, რომელიც იყო დაკავშირებული ბნელი ფლოტის ავანპოსტებთან მარსზე, ხო პენიბელის აქვს ნახსენები იქა მასნეტი ჰქონდათ შექმნილი შავ ფლოტს, მასნეტი. ეს დაიწყო 2014 წელს და დამთავრდაო თუ არ მეშლება 2022-2023 წელს. სადღაც 3-4 თვის უკან გალაქტიკურმა ძალებმა გაიმარჯვეს ირმის ნახტომში ბნელი ძალის და დრაკონიელების ალიანსმა მიიღეს, ისინი განადგურდნენ ირმის ნახტომში
ნახტომის რაიონში და ბოლო ფაზა მიტერი ისტორიაში იყო უბრალოდ მათ ამ დრაკონელებით და შავი ძალებით ჩარის ბოლო ფაზა დედამიწის ისტორიაში იყო ნეიტრალიზებული, ესე იგი გეგმაში ჰქონდათ დრაკონელებს და შავ-ფლოტს ამ ნაცისტებს, რომ უნდა დაბრუნებულიყო დედამიწაზე კი იყო ადრე საუბარი ამაზე, რომ ნაცისტები დაბრუნდებიან, ნაცისტებს უნდა დაბრუნება და დაბრუნდებიანო, მაგრამ ეს მაგათმა ვერ ხელი შეუშალეს ამაში. ამიტომ დადებითი დროის ხაზი ჯერ კიდევ არსებობს, დედამიწის დადებითი დროის ხაზი. ჩვენ წარმოდგენაც კი არ გვაქვს, რისი გაკეთება უწევთ მაგათ ამ ფედერაციას მიტერ ალიანსს და მზის დაცვას იმისთვის, რომ პოზიტიური დროის ხაზი შეინარჩუნოს. მაგარი შრომა უწევთ. კი, ფედერაციაშიც არიან კორუმპირებული პიროვნებები, რომლებმაც გაჭიმეს რიჩარდ სტივენ გვარი მამწდება გრირი, ხო? სტივენ გრირი 30 წელი იბრძოდა იმისთვის, რომ ინფორმაცია გახსნილიყო და იმედი ჰქონდა, რომ ტრამპის მოსვლის შემდეგ უცებ მოხდებოდა გახსნა და იმიტომ გადადეს გახსნა, რომ იქ ფედერაციაშიც ჩაინერგა არ ვიცი იყვნენ და აღმოჩნდა კორუმპირებული პიროვნებები, რომლებაც შეანელეს ხელს უშლიდნენ ინფორმაციის გახსნას, მაგრამ ახლა უკვე წავიდა გახსნა, მიდის კარგი ტემპებით. ხოდა 24G და დაბრუნდა ისეთ დროს დედამიწაზე, ისეთ მომენტში, როდესაც ატლასიც გამოჩნდა დედამიწის ორბიტაზე, რომლებიც მუშაობენ გამოძიების მაღალ დონესთან, იმისთვის, რომ აღადგინონ გალაქტიკური კანონი და დედამიწის სუვერენიტეტი. ამ ადმირალებმა, რომლებიც მოქმედებდნენ საიდუმლოდ მრავალი დიდი დრო მიიღეს გასაღები და კვანტური რაღაც კვანტური კოდები თუ კვანტური გასაღები. ვაფშე მიიღეს გასაღები. ხო, მიიღეს გასაღები და აქტივაციის კოდები, რომლებიც საჭიროა იმისათვის, რომ კაცობრიობამ გააკეთოს ბოლო ნაბიჯი გალაქტიკური მოქალაქეობისთვის. ომი, რომელიც მიდიოდა აბნელი ფლოტის და დრაკონელების წინააღმდეგ, არა მხოლოდ ჩვენ გალაქტიკაში ტარდებოდა ეს ომი, არამედ დედამიწის რეალობად შეცვალა. შავი ფლოტი, რომელიც ცდილობდა არა მხოლოდ სხვადასხვა ცივილიზაციები დაემონა, არამედ დედამიწის მომავალიც შეეცვალა. იყო შექმნილი დროის მანიპულაციების დახმარებით და დროში მოგზაურობის მეშვეობით, მაგრამ კონტროპერაციების დახმარებით და კარგი ბიჭების დახმარებით, გალაქტიკური კავშირის დახმარებით და რასაკვირველია, კაცობრიობის სულიერი გამოღვიძების მეშვეობით გაჩნდა ახალი დროის ხაზი, რომელიც დაკავშირებული ინფორმაციის გახსნასთან, თავისუფლებასთან და აღმავლობასთან გადასვლასთან. ჩვენ თავდაჯერებულად მივდივართ ამ позитивной დროის ხაზით. Привет, малыш. Как дела? О, да. Привет. Как дела, малыш? Какой ты милый. Это чай или это? Лотос. Лотос. Ладно, это Лотос. Он так крепко держится за меня. Поздоровайся с Лотосом. Это Лотос, великий белый лев. Бри — это великий белый лев. Лотос — второй великий белый лев. Да, я тебя слышу. ამ დრაკონელებს და გერმანელებს ძომებიათ იმ რობოტებით ხალხი შეცვლა დედამიწაზე და ჯერ მანამდე ისინი ცდილობდნენ ამ ლიდერების შეცვლა თავისი კლონებით. კი, ახლაც არის შეცვლილი ობამა,
ყველა ლიდერები ამერიკაში ყველა შეცვლილი, ყველას ყავს ორეულები. მაგალითად ზელენსკიც შეცვლილი, ყველა შეცვლილი და საქართველოში რა ხდება არ ვიცი. საქართველოს ლიდერთან დაკავშირებით რა ხდება არ ვიცი. ვერაფერს ვერ გეტყვით. და ვინც ამერიკაში ახლა შეცვლილია, იგივე ჰილარი კლინტონი, იგივე ობამა, იგივე კლინტონი, იგივე ვინც წინა ხელისუფლებაში იყო, ყველა ნამდვილი ლიდერები, ყველა ალიასმა დააპატიმრა და წაიყვანა და ისინი შეცვალეს ორეულებით ან კლონებით. აგრეთვე გერმანელებს და დრაკონელებს ჰქონდათ გეგმაში სულის მქონე ადამიანები შეეცვალათ სულ ადამიანებით, რომ მათი გაკონტროლება ყოფილიყო ადვილი. რასაც დაავალებდა ასეთ ხალხს, ყველაფერს უსიტყვოდ შეასრულებდა. კარგით, მე ამაზე შევჩერდებით. თქვენ მიახლოებით წარმოდგენა გაქვთ მაინც აქ ადგილი არ დამრჩა არა მე ამდენი რომ კიდე დამატებითი ინფორმაცია არ მელაპარაკა, მაინც არ დამრჩებოდა ადგილი ჩიპზე, ტელეფონის ჩიპზე, მეხსიერებაში ადგილი არ დამრჩებოდა მაინც, ამიტომ მაგრამ მე უნდა მეთქვა ის რაც თქვი. იმიტომ რომ ცალკე ვიდეოს ვერ შექმნი კიდე 1-2-3 სიტყვის გამო. ამიტომ ჩავთვალე რომ აქ დამემატებია ის ინფორმაცია რაც თავში მე დავამატე. მადლობა ყურადღებისთვის. შემდეგ შეხვედრამდე.